მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასუღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა ხანი გაგეცალეთ და ვეღარ ვაკეთებდი, რომ ჩამეწერა თქვენთვის გაშლები, მაგრამ დაგიბრუნდით აღდგენილი ენერგიებით. რამდენიმე წუთს წაგაცნოთ და შეგახსენოთ, რომ ჩემთან გარდა გაშლებისა და დიაგნოსტიკისა შეგიძლიათ მიიღოთ სანთლები ფინანსური კეთილდღეობისთვის, პირადი ურთიერთობების დალაგებისთვის, ასევე ნეგატიური ზემოქმედება თუ არის, ან სახლის ენერგეტიკა თუ არის გასაწმენდი ამ საკითხისთვის და რა თქმა უნდა, დაცვა თვალისგან და იმ ბოროტებისგან, რომელსაც თქვათ ვიღაცა თქვენსგან გამოიმეტებს, ხო? ასევე გეტყვით, რომ მე ვაკეთებ რიტუალებსაც და რიტუალებით შესაბამისად ეს არის წმენდის რიტუალები, ეს არის პირადი ურთიერთობების დალაგებისთვის, ფინანსური კუთხით რიტუალები და ასევე ვამზადებ თილისმებს, რომელიც შეგიძლიათ დაიმუხტოს იმ საჭიროების მიმართ, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომელსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. რაც შეეხება გაშლებს, გაშლები ჩვეულებრივად გრძელდება, ანუ ერთი კითხვა ჩვეულებრივად ძალაშია, რომელიც ძალიან დიდი მოთხოვნით დავამატე, ესე რომ ვთქვათ, ერთი კითხვის მდგომარეობა, ანუ სვავთ კითხვას და ვოისით გპასუხობთ. ასევე 5 კითხვიანი გაშლა, ამ შემთხვევაში ვოისით გპასუხობთ, 10 კითხვიანი გაშლა და ასევე რა თქმა უნდა დიდი დიაგნოსტიკები, პირადი ურთიერთობები, ცალკე ვთქვათ, ერთი საკითხი, ან უბრალოდ სრული დიაგნოსტიკა, სადაც შედის თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა, თქვენი პირადი ფინანსები, კარიერა და ჯანმრთელობა. უკეთ აი ესეთი ინფორმაცია და რამდენიმე წუთი წაგართვით თქვენ. დღეს რაც შეეხება დაბრუნებითანავე, ჩავწერ გაშლას, ვიდეოს გაშლაზე პარტნიორული ურთიერთობა, მაინც ყველაზე აქტუალური თემაა და ყველაზე მოთხოვნადი თემაა, ესე რომ ვთქვათ, რა ხდება და როგორ განვითარდება ურთიერთობები, ხო? ანუ ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს, ყველა სხვადასხვა მდგომარეობა აქვს და უმეტნაკლებად არის ხოლმე, მაინც შეიძლება იყოს სულაც დალაგებული სიტუაცია, მაგრამ რატომღაც ხანდახან არის ეს კითხვები, ნეტავ როგორ განვითარდება და როგორ იქნება ხვალინდელი დღე ჩვენ ურთიერთობისთვის, ხო? თუნდაც ძალიან მშვიდი მდგომარეობა მიდიოდეს. ამიტომ მოდით ნახოთ რა ურთიერთობაა ეხლა, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა გაშლა, რეზონირდება თუ არა იმის მიხედვით, შემდეგ მე მოვუსმათ უკვე რამდენად რა და როგორ განვითარდება, ხო? ანუ პირველ რიგში აუცილებლად ჯერ უნდა გაერკვიოთ, რამდენად გეკვირდით ეს გაშლა. კარგით, დავიწყებ. რა ენერგიებში ხართ ახლა, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ეხლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში რა ხდება? ვისთვის არის ეს? აქ მე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ეს ურთიერთობა იყოს უფრო ახალი ურთიერთობა, მაგრამ ახალი დაღლილი ურთიერთობა. ნახეთ რა ხდება. ეს არის ურთიერთობა, რომელიც არის მოქმედი, არავით არის წასული პარტნიორი აქ არ არის, აქ არის მოქმედი ურთიერთობა. უბრალოდ არის როგორი რაღაცა. კი, რაღაცა ემოციები არის, კი, ენერგიები არის, ვაბალანსებთ ერთმანეთს, ერთმანეთთან კომუნიკაციაში ვართ, სულ ვცდილობთ განახლებას, ახალი რესურსის მოძებნას ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგრამ თითქოს არის რაღაც, რაც ამ ურთიერთობაში თითქოს გვაძლევს იმის მდგომარეობას, რომ ურთიერთობამ ხომ არ ამოწურა რესურსი, ხომ? ანუ თითქოს რაღაცა სიტუაცია არის ერთ მდგომარეობაში, ერთ სიტუაციაში გაჩერებული, სადღაც თითქოს
ის მომენტიც არის, რომ რაღაცა ადამიანი როდესაც დაიღლება, ხო, ანუ დაპირებებით რაღაცა ყოველ დღე ყოველი დღე რო იწყება, რომ აი ხვალ რაღაცა გამოსწორდება, ხვალ რაღაცა იქნება, ხვალ რაღაც შეიცვლება და ამ დროს არაფერი არ იცვლება. ხო, თითქოს ურთიერთობას სჭირდება რაღაცა მოტრიალება, რაღაცა სიტუაციის შექმნა, ხო? აქ მეორე მხრივ შესაძლებელი კიდევ ერთი მომენტი იყოს, რომ ნახეთ როგორი მომენტი არის აქ თუ ქალბატონები განსაკუთრებით არიან უფრო დამოუკიდებელი ადამიანები, ხო? ანუ არიან ძლიერები, თავიანთი შემოსავალი აქვს, თავიანთი კარიერული წინსვლა აქვს და ზრდა აქვს, ყველას და ყველაფერს ეხმარებიან. ნახეთ, გამონახავენ დროს სამსახურისთვისაც, მეგობრებისთვისაც, ოჯახის წევრებისთვისაც, ხო, ანუ ძლიერი ადამიანია, რომელსაც შეუძლია კარგად გადაანაწილოს დროის ფაქტორი, კარგად გადაანაწილოს რაღაცა თავისი ერთი ადამიანის ენერგია ბევრ ადამიანზე. აქ თითქოს როგორი მომენტი დაიღალეთ იმითი, რომ ეს ადამიანი ამ თქვენ ერთზეც ვერ ანაწილებს ისეთ ბოლომდე იმ ენერგიას, რომელიც უნდა მოგცეთ, ხო? რაღაცა თითქოს აქ ცოტა ესე ვიტყოდი, რომ უყურებთ სად გავა ეს ურთიერთობა, იცით, აი მე ესე უფრო ვხედავ ახლა ამ სიტუაციას, რომ თქვენ ურთიერთობაში არის რაღაცა ძალიან არ მინდა რომ წავიყვანო სამკუთხედის მომენტი, მაგრამ მაინც სამწუხაროდ მქეთ მიდის თითქოს სამკუთხედის სიტუაციაში. ანუ აქ თუ კონკრეტულად ვიცით რომ სამკუთხედის მდგომარეობაც არის, მით უფრო ალბათ უფრო რეზონირდება თქვენთან, ხო? ანუ ადამიანი დაიღალა ყოველდღიურად იმედებით რაღაცა ცვლილებები იქნება, თუმცა აქ თითქოს ხვდებით რომ ადამიანი ამ ყველაფერს მანიპულირებს და არც არაფერი არ იცვლება, ხო? იმიტომ რომ ადამიანს რაღაცნაირად ცვლილებების სურვილი დიდად არ გააჩნია, შეიძლება ითქვას. თუმცა თუ აქ სამკუთხედი, ანუ ყველასთან ხო ვერ იქნება სამკუთხედი, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი ის, რომ აი ნახეთ, თქვენ ხართ იმდენად ძლიერი და იმდენად კარგად მართავთ ყველაფერს თქვენს გარშემო, რომ შესაძლებელია ადამიანი ესე ფეხს ვერ გიწყობდეთ, ვერ ახერხებდეს თქვენ რესურსთან დაწევას, ხო? ანუ არ შეუძლია მას ორ საქმეზე, სამ საქმეზე მოახდინოს კონცენტრაცია და შესაბამისად თქვენ გაქვთ ეს მომენტი, რომ აი მე თუ ახერხებ, შენ რატო ვერ ახერხებ, აი მე თუ შემიძლია მარტივად ავალაგო ყველაფერი, შენ რატო ვერ ალაგებ, ხო? რაღაცა ეს მომენტიც არის. აქ მე უფრო ვფიქრობ, რომ ქალბატონებისგან ცოტა მანიპულატორული მომენტიც არის, მანიპულატორული მომენტი რასთან მიმართებაში. ნახეთ, როდესაც ხვდებით, რომ ადამიანი დიდად არ იწვრის და დიდად ვერ მოქმედებს, თითქოს რაღაცნაირად შეიძლება ცოტა გააციეთ ენერგიები, ხვდებით, ანუ დაბალანსებული მომენტიც იმიტომაც არის, რომ ნახეთ, კი, აძლევს სიტყვას, ანუ აქ არაფერი არ ცვლილება ისეთი არ არის, რომ რაღაც კიდევ ვიღალეთ, მაგრამ კატასტროფულ ცვლილებას არ ქმნით, მაგრამ რაღაცა დისტანცირებას ვიწყებთ, ხო? იქ ცოტა ხანი არ მცალია, იქ რაღაცა ვერ გიპასუხე ზარზე, ანუ ისეთ მომენტებს იჭერთ ურთიერთობაში, რომ უკაცრავად ადამიანი ცოტა შეაფუძყუნოთ, ხო? რაღაცნაირად ცოტა ფილმში არის უჭიკი, ხო? ესეთი იმერულის კეცებში მგონი, აი რაღაცა უჭიკოთ ზუსტად, რომ რეგემ რაღაცა მოიფიქროს და ცვლილებები განახორციელოს და ეს ერთ ადგილას არ იყოს გაყინული ურთიერთობა. კარგით, მოკლედ, აი ესეთი ადამიანი, ვისთანაც არის ესეთი სიტუაცია, მათთვის არის ეს გასხლა. და ნახოთ. მოდით ჯერ პირველ რიგში როგორ ხედავს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობას, ანუ მისი ხედვები თქვენთან ურთიერთობას. ну არ ვიცი, მე ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობისას ძალიან
სიმყუდროვეს გზნობს პირველ რიგში ადამიანი გზნობს თითქოს რაღაცა ბავშვურია თქვენთან ურთიერთობაში თითქოს რაღაცნაირად ძალიან ესეთ სიმშვიდეს აძლევთ რომელიც ოჯახურ სიმყუდროვეს ხომ ხა მე არ ვიტყვი რომ ხა დედა ხართ თქვა მაგრამ თითქოს რაღაცა იმდენად ესეთი შეიძლება თბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ რომ ადამიანს კონდეს რაღაცა დედობრივი მომენტების ასახვაც თქვენთან ურთიერთობაში ხო რაღაცა იმდენად დიდ სიმშვიდეს იღებს. როგორ ხედავს? ძალიან პერსპექტიულად ხედავს თქვენთან ურთიერთობას და თქვენთან ყოფნას, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის მე შეიძლება იცით რა მომენტია რომ აქ თქვენ როგორც რესურსიანი ადამიანი და ადამიანი რომელიც ძალიან კარგად ანაწილებს ყველაფერს და ყველა დროს და ყველა სიტუაციას ამ ადამიანს მართლა მიეცით რაღაცა სტიმული იმისი რომ უკეთესად იყოს ხო თქვა შეიცვალა სამსახური თქვენი რჩევით და თქვენი მიდგომებით ან რაღაცა დაეხმარეთ რომ გაეანალიზებინა სიტუაცია მის გარშემო მყოფი თუნდაც რაღაცა ესეთი კეთილის სურველი მეგობრები ოღონდ ბჭყალებში ხო თქვათ ჩამოაშორეთ დაანახეთ ვინ რას წარმოადგენს ხო ანუ სხვა რაკურსით შეახედეთ ცხოვრებას თქვენი გამოცდილებები თქვენი სიტუაცია რა დაინახეთ რაღაცა სამსახურში გქონდა სიტუაცია თქვენ ეს სიტუაცია უკვე შეიძლება გამოვლინიც აქვს შეიძლება არ გაქვთ მაგრამ ძალიან კარგი მინარი გაქვთ ანალიტიკის ამ ადამიანს აუხსენეთ დაანახეთ და ადამიანი რაღაცა სხვა რაკურსით შეხედით მდგომარეობას უკვე სხვანაირად მეუდგა და მისთვის სასიკეთო აღმოჩნდა ხო როგორ ხედავს ადამიანი ხედავს იმას რომ თქვენ ძალიან დიდ ენერგიას აძლევთ ამ ადამიანს მე ესე ვიტყოდი რომ ადამიანი იმ მომენტსაც ხედავს რომ თქვენ შეიძლება ითქვას ნახეთ მასზე მეტ ენერგიასაც ხარჯავთ სხვაგან ხო მეგობრებთან ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ მაგრამ მაინც ხედავს რომ თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც და თქვენ ურთიერთობას ხედავს როგორი მომენტით იცით აი ურთიერთობა სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია ანუ შეუძლია ადამიანს გამომიწოდოს ხელი ხო ნებისმიერ დროს შეუძლია მომცეს ბიძგი რაღაცა სტიმული რაღაცა ენერგია რომელიც მომცემს მერე უკვე თქვათ უფრო მეტ სიკეთეს მაგრამ ხედავს იმ მდგომარეობას რომ აქ სიტუაცია თითქოს შიხშია შესული ხო იმიტომ რომ ნახეთ თუ ადამიანი არ ინძრავდა შესაბამისად არ მოქმედებს და შესაბამისად თქვენც უკვე რაღაცა დისტანციით დაიწყეთ და ცოტა რაღაცა მოთხოვნები გაგიჩნდათ თუ შეიძლება მინიშნებებით აწვდით ამ ადამიანს რაღაცა თქვენს სურვილებს ხო ადამიანი ხდება რომ რაღაცა ჩიხში შედის მაგრამ იმასაც კარგად ხდება რომ მისი ბრალი იქნება ჩიხში შესვლა იმიტომ რომ ადამიანი როდესაც უმოქმედოდ არის მიუხედავად იმისა რომ აქ ხა ეს დაკიდებული არქანი ანუ როგორი მომენტია იცით აქ ხელების თავისუფალი აქვს ფეხების თავისუფალი აქვს ადამიანს რეალურად არაფერი არ ჭირს საიმისოდ რომ ვერ გააკეთოს გადაწყვეტილება. ეხლა წეღან თქვი რომ სამკუთხედი სიტუაციის მდგომარე, თუნდაც სამკუთხედი სიტუაცია, თუნდაც აი სწორად გამიგეთ, არ დამცხრილოთ ვინც მეუღლეა. ნახეთ, თუ მეუღლესთან უკვე ამოწყურა ყველანაირი რესურსი და იქ უკვე აღარანაირი ურთიერთობა აღარ არსებობს, ახლა იცით რა არის, იმიტომ რომ შვილები მყავს საერთოდ, ზოგადად მე არ ვარ მომხრე ოჯახების დანგრევის და არ მსიამოვნებს და არ მიხარი არავის ოჯახის დანგრევა, მაგრამ თუ ხედავ რომ უკვე ადამიანი შენით კი არ ბედნიერდება, არამედ წუხდება ეს კასაშვებია ეს ადამიანი, ანუ ადამიანი თუ შენი არსებობა ტკივილს აყენებს, ანუ იმ ადამიანთან რა აზრი აქვს, ხო საერთოდ გინდა 10 შვილი მყავდეს და გინდა 15 შვილი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, ხო თუ სიყვარული და თუ აი რაღაცა ის სიმსუბუქეს არ ვაძლევთ ერთად, ხო აი აქ თითქოს იცით რა მომენტია რომ თუნდაც რომ სახში ვიღაცა ყავდეს მეუღლეს სახით ან შვილების სახით ადამიანს მაინც გახსნილი აქვს ხელფეხი იმიტომ რომ იქ მას არავინ აღარ ელოდება ხვდებით აი იქ მისვლა უკვე არის როგორი მომენტი იცით რომ იქაც რო უკვე ჩამოყალიბებული ანუ აღარ ვართ ერთად უკვე ყველაფერი გავარკვიეთ
და ნუ რა ვიცი ხა ერთ ჭერქოში ცხოვრობთ რა შენ ოთახში მე ჩემ ოთახში ხო აი რაღაცა ნუ მაგისთვის ვიყოთ თუ გინდა ნუ ეგეთი ურთიერთობისთვის ვიყოთ კი ბატონო ხო აი რაღაც ეს მომენტია და აქ ადამიანი ხედავს რომ თქვენი ურთიერთობა შკარად შედის ჭიხში და ამ ყველაფრის მიზეზი არის თავად მისი უმოქმედობის გამო და მისი პრობლემებიდან გამომდინარე, ხო? აქ შესაძლებელია ხო კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შესაძლებელია აქ ვიღაცისთვის მესამე პირების მდგომარეობა იყოს, მაგრამ თუ ზუსტად ვიცით, რომ მესამე პირები არ არის და მსგავსი ურთიერთობის მდგომარეობა ისახება თქვენთან, არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს თქვათ რაღაცნაირად მატერიალური სიტუაცია არ აძლევს საშუალებას და ფიქრობს, რომ იმაზე მეტის ჩადება არ შეუძლია, ვიდრე თქვათ დებს, ხო? და ასევე შესაძლებელია ერთი მომენტიც აქ ის მომენტი, რომ მე არ ვიცი რატომ აქვს, მაგრამ რატომ მოვიდა ეს მომენტი, მაგრამ რა სიტყვის ხალხი ხო, არ ვიცი ხა რატო აქ ამ ადამიანს ეს რა სიტყვის ხალხის მდგომარეობა, თუმცა აქ იმპერატრიცის არკანით ამოდიხართ და შესაძლებელია ну ვიღაცა ხა თუ სტატუსით მაღლად გახართ ვიღაცა მართქვას რომ აი გოგო იმიტომ მოეწონა რომ თქვათ მატერიალურად კარგად არის და რაღაცა ცოტა ესეთი გამოყენებლითი მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს სხვისი თვალით დანახული მდგომარეობა მეორე მხრივ თუ თქვენ გყავთ უკან შვილები და ასე შემდეგ აქ უკვე მისთვის ცოტა რთულია მიიღოს ეს მდგომარეობა მიუხედავად ნახეთ მისთვის კი არ არის რთული რომ მიიღოს თქვენი შვილები არა უბრალოდ მისთვის ცოტა რთულია მიიღოს ხალხი რა სიტყვის მდგომარეობა თითქოს ხო თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში ესე უყურებს ამ ურთიერთობის მდგომარეობას კიდე როგორ უყურებს მოდით ერთი არკანითაც ნახოთ ხო ანუ თქვენს მიმართ რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ვნება და ძალიან დიდი ენერგია და ემოციები ნახეთ როგორი მომენტია აქ ადამიანისთვის იმდენად დიდ რესურსს ქმნით და შეიძლება ითქვას როგორი მომენტიც ისეთ აი არ ვიცი როგორ აღხსნა მაგრამ ეს არის ადამიანი თუნდაც ნახეთ თუნდაც გამოცდილება ჰქონდეს ამ ადამიანს ოჯახური ხო თქვა დაშორებული იყოს თითქოს აი აქ იპოვა ის რასაც არ შეხვედრია არასოდეს ხო ანუ არ ქონია ის განცდა არ ქონია ისეთი მიჯაჭვულობები ხო თქვა ადამიანი არ ძალიან ისეთი თავისუფალი ну კარგი დღეს გვაქვს ურთიერთობა გვაქვს ხვალ არა გვაქვს ну არც არაფერი არ უჭირს რა ვიცი შენ გზაზე მე ჩემს გზაზე თქვა ხო აი ხასიათები ესეთი აქვს ხო რაღაც მომენტი აი განსაკუთრებით ჰაერისტიკია მერწყულებს აქვს ეს მომენტი ხომ როდესაც ნუ არ გინდა კარგად იყავ ერთმანეთს მერწული კაცები ცოტა უფრო სუბუქად უყურებენ ურთიერთობას ხოლმე ზოგადად და ყველაზე მეტად სუბუქად და აი თითქოს კი კარგად იყავი მაგრამ აი თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს აქვს როგორი მომენტი იცით მისთვის აი ის განცდა რომ თქვენგან გავიდეს ძალიან მტკივნეული იქნება ძალიან მძიმე იქნება ხვდებით და ამიტომ ადამიანი მაქსიმალურად რაღაცა ხვდება რომ მოჯაჭვულია თქვენთან თუ აი რაღაცა გაქვთ ის მომენტი რომელიცაც ვერ დათმობს ვერ გამოუშვებს ხო აი რაღაც სხვასთან ვერ იპოვის იმ რაღაცა ჯაჭვს აი რაღაც ეს მომენტი არის აქ კარგით, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ну, აქ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? მე ესე ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი აქ თუ დარწმუნებული ხართ რომ აქ სამკუთხედი სიტუაცია არის ну რა თქმა უნდა გასაგებია კონკრეტული მიუხედავად იმისა რომ იქ არის თუ არა რესურსი თუ არის თუ არა ურთიერთობის მდგომარეობა ეგ მე ასე ხარისხოვანია აქ ადამიანს ძალიან გაუჭირდება დათმობა ოჯახის
მაგრამ თუ აქ არ არის ზუსტად იცით რომ არ არის აქ მესამე პირების ფაქტორი. აქ გითხარით რომ ადამიანს ძალიან უჭირს სხვა ადამიანების აზრის არ მოსმენა, ხო? ანუ რას იტყვის მეზობელი ეს არის მისთვის ძალიან ესეთი მომენტი. ამიტომ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, აქ იქნება ძალიან დიდი ტკენა პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანისთვის რაღაცა თითქოს როგორ მომენტი, აი ეს რატომ ხო, ანუ ნახეთ აქ არის შიშები, აქ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ გაბედავს, ვერ მიიღებს გადაწყვეტილება. შეიძლება წლები იყოს თქვენს გვერდით, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ იმდენად რაღაც ესე არის თქვენს მიმართ ეს ადამიანი ურთიერთობაში და იმდენად სხვანაირად ხედავს თქვენთან, აი თქვენს ურთიერთობას რაღაცა სიმშვიდით, რომ ეს ადამიანი ვერ დაგთმობთ, შესაბამისად მას შეუძლია თქვენთან იყოს მთელი მისი ცხოვრება. რო იტყვენ სადამდეც იქნებით ერთად, მოთმა 100 წელი გაცოცხლოთ ყველა და კარგად გავყოფოთ. ხო, აი სადამდეც იქნებით ამ ადამიანის გვერდით და ეს ადამიანი თქვენს გვერდით, ანუ შეცვლას ნამდვილად არ დააპირებს. მაგრამ ნახეთ აქ ტკივილი რასთან მიმართებაში, ადამიანი ვერ აგირჩევთ ბოლომდე. ადამიანი აირჩევს იმ გარემოებებს, რომელიც მისთვის არის ზუსტად ის რაღაცა წინაღობა. მაგრამ ხო გეუბნებით, დაინახეთ თქვენ თუ გეყოფათ ნებისყოფა და თქვენთვის არ ქმნის ძალიან დიდ ისეთ მდგომარეობას ხვდებით, აი დიდ საჭიროებას ვთქვათ, რომ მეუღლე ერქვას, თქვენი ურთიერთობა იქნება აქტიური, ბედნიერი, ხალისიანი, რაღაცა ერთად წარმატებებს მივაღწევთ, ერთად ვიმოგზაურებთ შეიძლება, ხო, ერთად რაღაცნაირად ერთად შევქმნით მომავალს, მაგრამ აი რატომღაც მაინც მოდის, მაგრამ თანაცხოვრების მდგომარეობა ამ ადამიანისთვის ცოტა რთულია, ცოტა მიუღებელია, ცოტა ძნელია, ცოტა აი როგორი მომენტია იცით, ცოტა ის არის პრობლემა, რომ ვინ რას იტყვის, ცოტა ის არის პრობლემა, რომ მე თავისუფლებას დავკარგავ, ცოტა ის არის პრობლემა, რომ მე შევძლებ თუ არა პასუხისმგებლობების აღებას, ცოტა კიდე აი ცოტა ყველაფერი აქვს ამ ადამიანს იმისთვის, რომ ვერ აგირჩიოთ. თუმცა, ანუ ვერ აგირჩიოთ ესე ეს ჭერქვეშ საცხოვრებლად, თუმცა თქვენგან წასვლა ამ ადამიანისთვის ეს არის წარმოუდგენელი მდგომარეობა, ანუ ადამიანს შეუძლია იყოს თქვენს გვერდით, ოღონდ ცალ-ცალკე სახლებში, ცალ-ცალკე ოჯახებში, ხო, რაღაცა ეს მომენტი. როგორ განვითარდება კიდე თქვენი ურთიერთობა, ნახეთ აბა. საბოლოო ჯამში აქ ურთიერთობას დასრულება ელოდება და ელოდება ძალიან ისეთი განცდები. იცით რა არის, ნახეთ როგორი მომენტია. საბოლოო ჯამში ხა მაინც მოდით ვაღიაროთ ყველა ქალბატონს, ნუ ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც სტაბილური 7 ურთიერთობა და ცხოვრება უნდა, ხო, პირად ურთიერთობაში. თან მით უმეტეს თუ პოულობს თავის
სწორ ადამიანს, ანუ რომელთანაც სწორად ალაგებს აზრებს, ანუ ერთი და იგივე მუსიკა მოსწონს, რაღაცა ერთი და იგივე ესეთი ნიუანსები არის, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ხო, ქალბატონისთვის და ამ ყველა ნიუანს პოულობს ყველას თუ არა უმეტესობას ადამიანში, ხო? ის მზად არის, რომ ამ ადამიანს დაუკავშიროს ცხოვრება, დაუკავშიროს ოჯახი, დაუკავშიროს შვილები და ასე შემდეგ, ხო? არა, ეხლა ისეთ ასაკში თუ არის სიტუაცია ხარ, რომ უკვე შვილების მდგომარეობა ცოტა სათუა, მათ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიუხედავად მაგისა, რომ სულ 60 წლის ასაკი იყოს და 70-ის რომ უკვე შვილებზე ვეღარ ვიფიქრებთ, ქედან გამომდინარე, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებთ, მაინც მნიშვნელოვანია ერთჯერ ქვეშ ცხოვრება, მაინც მნიშვნელოვანია ერთ სივრცეში ყოფნა. და აი ზუსტად ეს მომენტი არის აქ. ნახეთ, ერთ სივრცეში ყოფნა ძალიან რთულია ამ ადამიანისთვის, თუმცა თქვენს გვერდზე, აი მე ესე გეტყვით, რომ ამ ადამიანს სადაც არ უნდა დასჭირდეთ, როგორც არ უნდა დასჭირდეთ, რაც არ უნდა დაგჭირდეთ, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რაც შეუძლია მაქსიმალურს ჩადებს, მაგრამ იმის იქეთ არ შეუძლია. იმის იქეთ მისთვის ძალიან რთულია. იმის იქეთ მისთვის ძალიან მტკივნეულია და ფიზიკურად ვერ მოახერხებს. რა გელოდებათ ურთიერთობაში და რა გელოდებათ მომავალში. ხო, კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ შესაძლებელია თქვენ საბოლოო ჯამში ამოგივიდეთ ყელში, თქვენ საბოლოო ჯამში თქვათ, რომ არ მინდა, მე არ მაწყობს, ხო არ არის ჩემი სტილი ყოველ დღე პაემნებზე სიარული და მინდა რომ სიმშვიდე მქონდეს და თქვათ თავი დაკადო თუნდაც ღამის საათებში თავი ჩამოვდო და რაღაცა ფილმს ვუყუროთ და ფინჯანი ჩაი თუ ყავა თუ რძე არ ვიცი ვის რა უყარს მივირთვათ, აი მაშინ შეიძლება ეს ურთიერთობა დასრულდეს. აქ ურთიერთობის დასრულების მდგომარეობა ისახება ოღონდ თქვენი გადაწყვეტილებით ხდებით, ანუ თქვენ თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა წახვიდეთ, დასრულდება ურთიერთობა, მაგრამ თუ თქვენ არ მიიღებთ, რომ ურთიერთობიდან წასვლის სურვილი არ გექნებათ, ხო და თქვენთვის მისაღები იქნება ეს პოზიცია, მაშინ ჩვეულებრივად გაგრძელდება და ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა გექნებათ, ხო, აი რაღაცა გასეირნებები, აქტიურობები, ერთად შექმნათ, თუნდაც ბიზნესი, თუნდაც აი ბევრი წარმატება გელოდებათ, ესე ვიტყოდი ერთმანეთთან. აქ უბრალოდ აი ეს დრო რამდენად შეძლებთ, რომ ესე უსასრულოდ აი ამ სიტუაციაში ყოთ და რამდენად მისაღები არის, აქ უკვე ეს მომენტია, ხო, აი რაღაცა ამ ერთ გაჩერებულ მდგომარეობაზე რამდენი ხანი გაძლევთ, ეგ არის, თუმცა ხო გეუბნებით, აქ ადამიანის მხრიდან სუეცდება რესურსი ჩადოს თქვენ ურთიერთობაში, არ გეგონოთ, რომ ეს ადამიანი არ ჩადეს რესურსს. ამიტომ რომ კიდევ ერთხელ გქონდეთ, ამ ადამიანს ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის. ნუ აქ არ ვიცი, მე მგონი რაღაცა მაინც სამკუთხედი სიტუაციისგან მივდივართ და შესაძლებელია ნუ რაღაცა კიდევ ერთხელ ვიცახი, რომ სამკუთხედი სიტუაციას მე არ ვასახელებ ხოლმე მარტო ანუ პარტნიორულ ურთიერთობას, აქ დედა, მამა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი, ძმაკაცი და ქალი, ანუ საზოგადოება, ყველა მესამე პირია ორი ადამიანის ურთიერთობაში. შესაბამისად, აქ აი ვის რა მენტალური მომენტია, ხო, ანუ ვისთვის რა არის ცოტა მიუღებელი და მისაღები, ხო, ვის სამეგობროსთვის რა არის მიუღებელი და მისაღები, ხო, ვიღაცის სამეგობროსთვის სულაც არ არის პრობლემა 10 შვილი იყავდეს და მეგობარი იყოს ბედნიერი და რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ანუ რა იცვლება ამითი, არაფერი, ხო, უბრალოდ ოჯახში ბევრი ადამიანია, მეტი ხო არაფერი არ იცვლება ამითი. და აი ეს მომენტები რამდენად შეძლებს ეს ადამიანი აი ამ რაღაცების მიღებას. აქ არის მაინც მესამე ფაქტორების მდგომარეობა. და ეს უყავს ზუსტად იმ მომენტს და იმ ურთიერთობას, რომელიც თქვენ რეალურად
ძალიან კარგი იქნებოდა ერთჯერ გოშ ყოფილიყო, იმიტომ რომ იმდენად კარგი ურთიერთობა შეიძლება გქონდეთ და იმდენად შეიძლება კერატ გექნებათ ამ ადამიანთან და იმდენად თბილი და რაღაცა ისეთი ემოციური ურთიერთობა, რომ აი როგორ გითხრათ, ეს სიტუაცია აი ძალიან კარგი იქნებოდა, რომ დაგვირგვინებულიყო რაღაცა თანაცხოვრებითაც. თუმცა მაგ სამწუხაროდ ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ რისკავს. ну შეიძლება იცით რა არის ხოლმე რომ ძალიან ესეთი სიტყვია ხოლმე მამაკაცები და მე ძალიან უჭირთ ამ სიტყვის გადასვლა, ხო აი ხშირად ვამბობ ხოლმე რომ არასოდეს თქვა არასოდეს. იმიტომ რომ როდესაც ამბობ არასოდეს არ გავაკეთებ მე ამას, ან არასოდეს არ იქნება ესე, ხო? არ არსებობს რომ სამყარო ზუსტად იმ სიტუაციაში არ ჩაგაყენოს, რომ ზუსტად ის გაგაკეთებინოს, რასაც თქვი რომ მე არასოდეს არ გავაკეთებ ამას. ამიტომ არავინ არ ვიცით, ვინ რას გავაკეთებთ და სამყარო რას და შეიძლება ეს მომენტიც აქ რა ვთქვათ, მე რაღაცა არასოდეს არ ვიზავდა შესაბამისად ახლა ამ რაღაცა მომენტის მდგომარეობაც აქვს. კარგით, მოდით ესე თქვენ რას გირჩევთ სამყარო? თქვენ რას გირჩევთ სამყარო? ну სამყარო გირჩევთ იმას, რომ თქვენს რესურსებს მიხედოთ, შეიძლება ხა რაღაც მომენტში გქონდეთ ისეთი სიტუაცია, სადაც ახალი პროექტებს იწყებთ, ახალ სამსახურს იწყებთ, ხო რაღაც ახალი ახლისკენ გადადიხართ, შესაბამისად სამყარო გირჩევთ და გეუბნებათ იმას, რომ მოდი წინ წადი, იმოქმედე, იბრძოლე, მავიცი შექმენი ყველაფერი, შექმენი ის, რაც ჩვენთვის ძალიან მარტივია, ხო, რატომღაც რაღაცა ესე მომივიდა ეს მდგომარეობა, რომ თქვენთვის ძალიან მარტივია სიახლეების მიღება, სიახლეების გაკეთება, ვიღაცამ შეიძლება აქ სწავლაც დაიწყოთ, ანუ ნახეთ საკუთარ თავს მიხედეთ და შეხედეთ მაინც ვიტყოდი რომ აქ თუ გეყოფათ ნერვი რომ მაინც ეს არის რა სამყარო მაინც გეუბნებათ რომ ადამიანმა თუ მალე ანუ ნახეთ ხა ერთ კვირის და ორი კვირის ურთიერთობაზე არ არის ხო აქ რაღაცა 4 წელიწადი და 3 წელიწადი რო ურთიერთობაში ხართ არაფერი არ გადაწყვიტ ადამიანმა და არაფერი არ მიიღო და ანუ ერთი და იგივე ხდება ხო ანუ უკვე დაფიქრდით დრო ხო არ მოვიდეთ იმის რომ წახვიდეთ თქვენ გზაზე მიხედოთ თქვენს სამუშაოს მიხედოთ თქვენს ემოციებს თქვენს ენერგიებს თქვენს წინსვლას თქვენს წარმატებას თქვენს გამარჯვებას და თქვენ შეხვდებით ხო ისეთ ადამიანს რომელიც ხო ნუ იაქტიურად რაც შეიძლება ბევრი საკუთარ თავზე იყავით ორიენტირებული იმისთვის რომ მეტი სიმშვიდე მეტი ბედნიერება და მეტი წარმატება გქონდეთ წინ და ნუ იგდებთ თავს რაღაცა ემოციურ პრობლემაში ხო როდესაც ანუ ადამიანი კარგავს ბალანს, როდესაც კარგავთ ემოციას, როდესაც უკვე ვერ იგებთ სად ხართ და რა ხდება თქვენს თავს. კარგავთ საკუთარ თავს და ამ თავის დაკარგვით საბოლოო ჯამში კარგავთ სამუშაო, ანუ რესურსად, სამსახურში მუშაობის თუ თქვენი ბიზნესის თუ არ აქვს მნიშვნელობა, აი საზოგადოებაში საარსებო რესურსად კარგავთ და საბოლოო ჯამში მე ხდება ისე რომ ადამიანი რაღაცა ცუდ მდგომარეობაში გამოდის ხო სიახლეები შემოიტანეთ თქვენთვის შეიძლება რაღაც მომენტში თქვას რომ მოდით თუ ხა მაინდა-მაინც არის ხო ის მომენტი რომ ხა წასვლა რომ ძლივს რაღაცა ვიპოვე ის ადამიანი რომელთანაც გრძნობ თავს მშვიდად მაინც ეცადეთ რომ მოდით აი მაშინ ამ შემთხვევაში უკვე რჩევა ესეთი იქნება რომ მოლოდინები ჩაკეცეთ
და ამ მოლოდინებს თუ ჩაკეცავს, თქვენი ემოციებიც დაბალანსდება და შესაბამისად უფრო წინ წახვალთ და ნახეთ დააბალანსეთ თქვენი მოლოდინების და რეალობის მდგომარეობა, ხო? ანუ რეალურად რა გაქვთ და რა შეიძლება შემოგთავაზოთ ამ ადამიანმა და თქვენ რა მოლოდინები შეიქმენით ამ ურთიერთობის დაწყების დროს, ხო? რაღაცა ეს მომენტი. რეალურად გადახედეთ რა როგორ დადგება, ხო, რომელი უფრო გადაწონის და შესაბამისად მე უკვე უფრო რაღაც შეიძლება ჩადოთ უფრო მეტი რესურსი, უფრო მეტად განავითაროთ ურთიერთობა და რაღაცა იქნებდა მიიღოს ამ ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება, ან უბრალოდ თქვენ საქმეს გააკეთებთ, ამასობაში ისწავლით, ამასობაში გაიზრდებით, ამასობაში წარმატებული გახდებით, ამასობაში რაღაცა კიდევ ბევრ მიღწევას გააკეთებთ, შეიძლება რაღაც მემუარებიც დაწეროთ და ნუ საბოლოო ჯამში რაღაცა გადაწყვეტილებამდე შეიძლება მივიდეს გარკვეული პერიოდის მერე ეს ადამიანი, თუმცა ნუ აქ ორ სკამზე თუ ერთ სკამზე თუ არა აქვს მნიშვნელობა, ნუ ადამიანისთვის მაინც რა სიტყვის მეზობელი მანია თქვა, ხშირად ვამბობ ხოლმე ამ სიტყვას, ის მეზობელი მანია, სხვადასხვა ზუსტად კარის მეზობელი მყავდა და ყველაზე ყველაფერი იცოდა იმ ქალმა, უბნის კგბ იყო, რო იტყვიან. და ხა ეგეთი ადამიანს დაეკითხო, შენ ცხოვრებაში ვინ გჭირდება, ცოტა რთულია იყო ადეკვატური პასუხი. ამიტომ თუ არ მივაქცევთ მსგავს ადამიანებს ყურადღებას, კარგი იქნებოდა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეს ადამიანი აქცევს. მე გისურვებთ ბედნიერებას, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგანს წარმატებას, ულევ და უსაზღვრო სიყვარულს, სწორი ადამიანების პოვნას, სწორად განაწილებას რესურსის და გისურვებთ, რომ ყველაფერი ყოფილიყოს ისე, როგორც ძალიან იცით რა არის, გეტყოდით, რომ ყველაფერი ყოფილიყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ. მაგრამ მე გეტყვით, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სამყარო სურს თქვენთვის. იმიტომ რომ სამყაროს ყოველთვის იმაზე მეტი ემეტება ჩვენთვის და იმაზე მეტი სურს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ თვითონ ვსურთ ჩვენი თავებისთვის. ამიტომ გისურვებთ, რომ მიიღოთ ის ყველაფერი სიკეთეები, რასაც სამყარო გამოგიგზავნით და რაც სამყაროს უნდა თქვენთვის. კიდევ ერთხელ ბედნიერება თქვენ. მე კიდე გამშვიდობებით დროებით.